იცოდი, რომ შენი ყველაზე ნათელი მოგონება ბავშვობიდან შესაძლოა საერთოდ არ მომხდარა. შენი ტვინი არ ინახავს ფაილებს, ის მათ ყოველ ჯერზე თავიდან იგონებს. ფსიქოლოგმა სახელად ელიზაბეთ ლოფტუსმა დაამტკიცა, რომ ადამიანების 25% შეუძლია დაიჯეროს სრულიად გამოგონილი ამბავი. მან ექსპერიმენტის მონაწილეებს დააჯერა, რომ ბავშვობაში სავაჭრო ცენტრში დაიკარგნენ. მათ არამხოლოდ დაიჯერეს ეს, არამედ დაიწყეს დეტალების მოყოლა, რა ეცვათ, როგორ ტიროდნენ და ვინ იპოვა ისინი. ახლა ალბათ გაინტერესებთ, რატომ ხდება ეს? ყოველ ჯერზე, როცა რაღაცას იხსენებ, შენი ტვინი ამ მოგონებას ხსნის და ხელახლა წერს. ამ დროს ნებისმიერი გარე ფაქტორი, სხვისი ნათქვამი ფრაზა, ფოტო, ან თუნდაც შენი დღევანდელი განწყობა, ცulis წარსულს, შენ ინახავ არა თავდაპირველ მოვლენას, არამედ მის ბოლო რედაქტირებულ ვერსიას. ეს ნიშნავს, რომ მოწმეების ჩვენებების სასამართლოში ხშირად უსარგებლოა. ადამიანებს გულწრფელად სჯერათ, რომ დაინახეს დამნაშავე, მაშინაც კი, როცა იქ არ ყოფილა. შენი მეხსიერება სიმართლის საცავი კი არა, შენივე ფანტაზიის პროდუქტია. აბა გააქვს მოგონება, რომელშიც დარწმუნებული ხარ, მაგრამ სხვები გეუბნებიან, რომ არ მომხდარა. გთხოვთ, რომ კომენტარებში დაწეროთ. შესაძლებელია, ეს თქვენი პირველი ცრუ მეხსიერება იყოს.